ერთი დღე არჩევნებამდე დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა და ხელისუფლების უმკაცრესი გაფრთხილება. რაც გეგმავს მსოფლიო ბანი და ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბერს. ოპონენტთა რევოლუციურ სურვილებს ამჯერად მთავრობის ხელმძღვანელი ეხმაურება. კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ოპონენტთა გეგმებში პრემიერი სწორედ ამ მიზანს ხედავს. ირაკლი კობახიძე დამხობის გეგმის ინიციატორებს ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში უმკაცრეს კანონის მიერ რეაგირებაზე აფრთხილებს. საჯარო ძალადობრივი მოწოდებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გარდა მმართველ გუნდს ოპონენტთა რადიკალურ გეგმებში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების განცხადებაც არწმუნებს. ორი გენერალი, რომელმაც ყოფილი სახელისუფლებო პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა, ნებისმიერ ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება. მიუხედავად მოწოდებებისა, პაატა ბურჭულაძე მშვიდობიანი დამხობის საორგანიზაციო საკითხებით არის დაკავებული და ჯერ არ მომხდარი რევოლუციის მიუხედავად სახელმწიფო უწყებების გამართულად მუშაობის პირობას დებს. 4 ოქტომბერს ისევ სიურპრიზებს აანონსებს ნაციონალური მოძრაობა, რაზეც მმართველი გუნდი სიურპრიზებითვე პასუხს გეგმავს. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. და ეს სიურპრიზი დახდებათ მათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი იმოქმედებს მათ მიმართ ძალიან მკაცრად. პრემიერ-მინისტრისგან ამ გაფრთხილების ადრესატები 4 ოქტომბრის რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის მსურველები არიან. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მზად არიან კანონის ჩარჩოებში პასუხი გასცენ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხვალ კონკრეტული ძალების დიდი ხნის პოლიტიკური სურვილის ასრულების მცდელობის შემთხვევაში კანონის ფარგლებს გასცდება. ირაკლი კობახიძეს არც ის დაუმალავს, რომ მისი გაფრთხილების საფუძველი მხოლოდ ოპონენტთა საჯარო განცხადებები არაა, არამედ ის კონკრეტული ინფორმაციებიცაა, რომელიც შესაძლოა დაფარულია და დახურულ კარს მიღმა იგეგმება, მაგრამ მაინც ცნობილია ხელისუფლებისთვის. 3 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ ასეთ პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა 3 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციური მცდელობა აუცილებლად ჩავარდება ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში, თუნდაც წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად მოაღმოჩნდებიან გისუსებს მიღმა. საჯარო განცხადებებისა თუ ოპერატიული ინფორმაციის გარდა, ნაციონალური მოძრაობის პაატა ბურჭულაძისა და მათი მხარდამჭერების ძალადობრივი მიზნებისა და გეგმების თაობაზე მმართველი გუნდისთვის მორიგი და ახალი მტკიცებულება ის განცხადებაცაა, რომელიც სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა გენერალ ზაზა გოგავასთან ერთად გაავრცელა და სადაც ორი გენერალი წერს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც. არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმასა და მოუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე. თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია ამ შემთხვევაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამის პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. მათ შორის კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს არის მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან. ვის რა მოქმედებაზე დებენ ფსონს რევოლუციის ავტორები და ორგანიზატორები და არიან თუ არა ესენი ახალგაზრდები, უფრო კონკრეტულად კი ჯენზი. ეს კითხვა არა მხოლოდ ძალადობისგან გამიჯვნისკენ ორი გენერლის ერთმა მოწოდებამ, არამედ გააჩინა და გაამყარა მიხეილ სააკაშვილის პოსტმაც სოციალურ ქსელში, სადაც მსჯავრდებული სააკაშვილი ირწმუნება, რომ რევოლუცია გარდაუვალია, რომ ეს რევოლუცია არ იქნება პარტიული და რომ ამ რევოლუციის ავანგარდში უნდა იყოს სწორედ ჯენზი. საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლისგან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია. თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია, ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი, მოახდინა ჯენზიმ. საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის ჯენზი და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს. ვის ინტრიგებსა თუ ვიწრო ინტერესებს გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის მსჯავრდებული ლიდერი, პოსტში სახელები და გვარები არ იკითხება, თუმცა რევოლუციის ორგანიზატორთა შორის
ყველაზე მეტი პოლიტიკოსი თავად ნაციონალური მოძრაობიდანაა. პარტიიდან, რომლის ორი წევრიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებითაა დაკავებული. დანარჩენები კი სწორედ ხვალინდელი აქციისა და მათივე დაანონსებული რევოლუციის სამზადისში არიან. რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე არავის ვურჩევთ გამოცხადებას ყველანი რუსთაველზე 4 საათზე შედგება დიდი ერთიანობა ქართული საზოგადოების და იქნება დიდი წინააღმდეგობა ივანიშვილის ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგ. ცხადია, სწორედ ამ ერთიანობით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის დაფინიშებას. ლაშა ფარულავამ ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება სურპრიზებს უნდა ელოდოს, თუმცა რა სურპრიზებს არც გუშინ უთქვამს რაიმე და არც დღეს. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობი რჩება ის კონკრეტული გეგმა, რომელიც მშვიდობიანი დაამხობის ავტორებს ხვალისთვის აქვთ გამზადებული. ამ გეგმების დედლაინამდე ერთი დღით ადრე კი მხოლოდ ცვლილებების გარდაუვალობაზე საუბრობენ. ამ ცვლილებების კი იმდენად ჯერათ, რომ მაგალითად ამავე რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორის პაატა ბურჭულაძის დღევანდელი განცხადება არა 4 ოქტომბრის გეგმებს, არამედ 5 ოქტომბრის დილიდან ქვეყანაში მოქმედი უწყებებისა და სტრუქტურების გამართულად მუშაობის პირობას ეხებოდა. ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, ისეთი როგორცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა გარანტირებული იქნება. რა თქმა უნდა, 4-შიც, 5-შიც და შემდეგი წლებიც გამართულად იმუშავებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ყველა შტო ხელისუფლებისა და მათ შორის არჩევითი წარმომადგენლები. ბატონ პაატამ იმაზე იზრუნოს, ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორე ის არა მხოლოდ პასუხისმგებელი არის პოლიტიკურად. ის ოფიციალურად არის მათ შორის ამ ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიც. ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში. 5 ოქტომბრიდან უწყებების გამართულად მუშაობის თაობაზე პირობების დადების ნაცვლად მმართველი გუნდი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს ხვალინდელ დღეზე და ამ დღის სამართლებრივ ჩარჩოებში წარმართვაზე იზრუნოს, რადგან როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, განსხვავებით წარსული გამოცდილებისგან, ახლა ბურჭულაძემ ფაქტობრივად იურიდიულად გაიფორმა თავი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორად და შესაბამისად პასუხისმგებლობის ტვირთიც მასზე მოდის. თუმცა, როგორც ირკვევა, პაატა ბურჭულაძის დაანონსებული მესამე რესპუბლიკისა და 4 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების დაპირებების თუ გეგმების არ ჯერათ მათაც, ვინც მართალია აქციაზე მისვლას კი გეგმავს, მაგრამ თან ყველა იქ მისულს სიმშვიდის შენარჩუნებასაც ურჩევს. ასეთი კი დღეს მაგალითად სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა, რომელიც თავის მხრივ თავის დროზე ოპოზიციის ლიდერად პოზიციონირებდა და ტექნიკური მთავრობის იდეის მოწინავეთა შორისაც კი იყო. არანაირი მესამე რეპუბლიკა, ერთი მეორე რეპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 91-ში და აღვადგინეთ ამდენად იმ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნაც კარგი რამე არის. ასე რომ ეს ყველაფერიც არის ფარსი. ჩვენ არ უნდა აგვიყვანონ და გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში, ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად. მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემ ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები სანამ საჭირო იქნება და ბოლომდე. მაშინ როცა აქციაზე მიმსვლელთა შორის თუნდაც ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც რევოლუციის ავტორთა მიზნებსა და გეგმებს არა მხოლოდ სკეპტიკურად უყურებს, არამედ ღიად აკრიტიკებს კიდეც, უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვისზე ან რა გეგმაზე დებენ ფსონს მშვიდობიანი დამხობის ორგანიზატორები. თუმცა მმართველ გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ვინ რა ჩანაფიქრით და მიზნით გეგმავს რუსთაველის გამზირზე გასვლას. ქართული ოცნების მთავარი გაფრთხილება კანონის დაცვა. სახელმწიფო არის სრულად მობილიზებული და არავის არ მისცემს შესაძლებლობას
მათ შორის ის რომ საკუთარი თავი დაიზიანოს და ამით რაღაც ისტერიები შექმნას, ყველაფერს მიექცევა ამ ხრივ ყურადღება. ხვალ არის ის მომენტი, როდესაც რამდენიმე რადიკალური პარტია, რამდენიმე NGO და ეს დაჯგუფებები ოფიციალურად ყველა კრიტერიუმებით გაფორმდებიან როგორც რადიკალი ექსტრემისტი დაჯგუფებები საკუთარი თავის ამგვარი მხილებით, ასე რომ ეს ის ლაკმუსის ქაღალდი არის, რომელიც უზრუნველყო მთლიანად ამ პროცესმა. არსებობს რეალური საფრთხე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ გარკვეული პროვოკაციის მოწყობის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, რომელიც რასაკვირველია ამათი გაგებით უნდა იყოს საწყისი იმ პროცესებისა, რასაც ქვია რევოლუცია. გარკვეული ჯგუფი იქნება ამ გეგმის შესასრულებლად მომზადებული. ამ ხელა ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა საქართველოში ეს მაგალითი მხოლოდ კმარა იმისათვის, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. უკვე რამდენიმე თვეა პაადა ბურჯულაძე ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები რევოლუციას, ცვლილებებსა და მშვიდობიან დამხობას კონკრეტულ დღეს 4 ოქტომბერს აანონსებენ. 4 ოქტომბერი რამდენიმე საათში დგება და შესაბამისად ახლა უკვე რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ის, თუ რა გეგმა და სტრატეგია აქვთ არჩეული პოლიტიკოსთა ნაწილს თუ მათ მომხრე აქტივისტებს.